დღეს პირველ საათზე ჩაინიშნა სასამართლო მოსმენა საქმის არსებითი განხილვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერის, მისი წევრის, ფოთის-საქალაქო ორგანიზაციის წევრის, ზონის შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი დუნდუას საქმესთან დაკავშირებით. ეს საქმე ეხება თვითმმართველი ქალაქ ფოთის შპს 2008-ის თემას. გახსოვთ ალბათ ეს გახმარებული პროცესი, როდესაც რამდენიმე თანამშრომელი ერთდროულად იქნა როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურიდან დაბარებული ასევე თვითონ შპს 2008-დან შარშან 2013 წლის დასაწყისშივე მოხდა ფინანსური პოლიციის მხრიდან მათზე ზეწოლის მხრივ იმ აღიარებითი ჩვენებების მიღება, რაც მათ მიიღეს 4 ადამიანისაგან. ერთადერთი დარჩა ირაკლი დუნდუა, რომელიც კატეგორიულად უარყოფს და არ აღიარებს მის მიმართ წარდგენილ ბრალს. მისი საქმე გამოეყო მთლიან საქმეს და ჩვენ 9 თვის მანძილზე ველოდებოდით ამ სასამართლო პროცესის დანიშვნას. ნიშანდობლივია ისიც, რომ თვითონ საპრეზიდენტო არჩევნების წინაც წამოვიდა საუბარი, რომ უნდა დანიშნული იყო, სადაც იყო თვითმმართველობის ამ ეს სასამართლო, მაგრამ მაშინაც რატომღაც შეიკავეს თავი. ეხლა უკვე თვითმმართველობის არჩევნების წინ გრძელდება ის პროცესი, რაც ქვია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებზე ეწოლა. ამ მხრივ თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირადად ეკაბესელიას დავალებით ხდება ის, რაც ხდება. ფინანსურ პოლიციაში მას ყავს ძალიან კარგი სანაცნობო წრე, რომლებთანაც არც თუ ისე შორს არის დღესაც და შესაბამისად ზუსტად დღეს ამის გაკეთება, რაც ზუგდიდის სასამართლოში არის დაგეგმილი, არის ეს მისი პირადი დავალება. რა არის დაგეგმილი? ჩვენ, ესე იგი, ირაკლი დუნდუასთვის წაყენებული ბრალიდან გამომდინარე, ეს ადამიანი არ აღიარებს ამ ბრალს. აქ არის ახლა იურიდიულად შემდეგ გამოსავალი. ან ირაკლი უნდა აღიაროს, რომ მან მიითვისა თანხა და მიაყენა ზარალი ფოთის ბიუჯეტს, რაც არ არსებობს ამ საქმეზე მოწმე ერთ-ერთი მოწმე მეც გახდით და როგორც პასუხისმგებელი პირი და ამასთან დაკავშირებით გამოძიებას აქვს ჩემი ჩვენებაც. ან უნდა წავიდეს საპროცესო შეთანხმებაზე, იცით რომ ესეც დაახლოებით იგივე არის, რომ ნაწილობრივ აღიარებ ბრალს. ირაკლი დუნდუას დღეს მეგობრებმა შევუგროვეთ საიმისო თანხა, რომ ჩავიდეს ზუგდიდამდე თავის ადვოკატთან ერთად. მე ხო წარმოგიდგენიათ როგორი იქნება შემდგომ პროცესი საიმისოთ თუ კი ეს საპროცესო შემოთავაზებაზე შეთანხმდება. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ზეწოლა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრზე, საიმისოდ, რომ მან როგორც აქტიურმა ადამიანმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა არ იმუშაოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. ეს უკვე პერმანენტულ სახეს იღებს ნაციონალური მოძრაობის წევრებზე ზეწოლა. იცით, რომ სასამართლოში არის საქმე შეტანილი დარეჯან სპეტარიას წინააღმდეგ, დღეს უკვე ირაკლი დუნდუას წინააღმდეგ მოხდა ისევ ამ საქმის რეინკარნაცია, რომელიც 9 თვის მანძილზე უნდა დამთავრებულიყო და მაშინ არაფერი არ არის ეთი, რომ არ დასრულებულიყო საიმისოდ. ალბათ ხვალ იქნები მე, ზეგ იქნება კიდევ ერთი ჩვენი თანაგუნდელი და ასე შემდეგ. ეს არის პირდაპირ ქალაქის დეპუტატის ეკაბესელიას მიერ გაცემული დავალება.